ამდელი დღეს საკანონმდებლო ორგანოში ხელჩართობით დაიწყო ამოწევის პარლამენტში ეს ჯგუფური ჩხუბისა დიდი არეულობის პირველი შემთხვევა. ცემატყევა პირდაპირ იგარეში სესიის ხდომათა დარბაზში დაიწყო. მუშტებს ორივე მხარე იქნევდა. ეს პარლამენტში დაწყებული ჩხუბის კულმინაცია იყო. გიგაბოკერიას ხელი დავით ბერძენიშვილმა გაარტყა. ჩხუბში რესპუბლიკურ პარტიაში რამდენიმე დღის წინ გაერთიანებული ლაშა მწვანეც ერთობა. ხელჩართული ჩხუბის დაწყებამდე დეპუტატებმა მხოლოდ 2 გამოსვლის მოსმენა მოასწრეს. მიკროფონთან ჯერ გივი თარგამაძე, შემდეგ კი კობა დავითაშვილი მივიდნენ. დაპირისპირების დაწყების მიზეზი ის აზები გახდა, რომლითაც კობა დავითაშვილმა უმრავლესობას მიმართა. ჩვენ თავის დროზე ძალიან კარგად დავამტკიცეთ, რომ არანაირი ტიტული თანამდებობა ამ ქვეყანაში აღება ლიცენზია ყაჩაღობაზე და განუკითხაობაზე, როდესაც საკუთარი ფრაქციის წევრი რევოლუციაში გამოჩენილი ადამიანი სწორედ გამოძალვის გამო იქნა დაპატიმრებული და დღეს იხდის საჯელს. გივი ბატონი კენჭაძე დაკავებულია კანცელარიის შესასვლელში, როდესაც მიქონდა 100,000 ვანო მერაბიშვილთან და მიუშვეს მის კარებთან, სწორედ იმიტომ, რომ უფრო მაღლა არ წასულიყო. კიდევ ერთი დაპირისპირება ხდომათა დარბაზში ლევან ბერძენიშვილსა და გიგა ბოკერიას შორის მოხდა. ბერძენიშვილის შეჩერებას გიორგი ასანიძე ცდილობდა. სიტუაციის განეიტრალების შემდეგ ოპოზიციამ დარბაზის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამის ინიციატივას ემარჯვენე ოპოზიცია. მომიწია ყოფილიყავი აპრილის დღეებში, როდესაც შემოგვასიეს რუსეთის ჯარი, მაგრამ მაშინ ავტომატიანი ჯარისკაცები არ შეუსევია თავისი მოსახლეობისთვის. 9 აპრილს რუსთაველზე მართლა მთელი საქართველო იდგა და ვიდექით ერთი მოთხოვნით იქ. ვითხოვდა საქართველოს უფლებას. გუშინ აქ შეკრებილი ბრბო ითხოვდა ვინმე კრიმინალის გამომძალველის მეტსახელად ჯღანას თავისუფლებას. სხვებთან ერთად დარბაზი დატოვეს რესპუბლიკელებმაც. მათ ახალ წევს ჩხუბის კვალი ყველაზე კარგად ემჩნეოდა. კოტეს უთქვია ყუბანეიშვილს მოგენატრება მამათი, დედავატირი ამათიო. სინდისი გივი თარგამაძემ შეაგინა და კობა დავითაშვილს, შემდეგ დაარტყეს ხელი ბეჟან გუნავას, შემდეგ გიგა ბოკერიას იგინებოდა. გუშინ გიგა ბოკერიამ შეაგინა ლევან ბერძენიშვილს, დღეს დაადასტურა ღირსი ხარდა შევაგინო, ამიტომ გიგა ბოკერიასაც მოხდა. ჩხუბი რომ მოხდება ძალიან ცუდია. ჩხუბს ყავს ინიციატორი, ჩხუბს ყავს ვინც იწვევს ადამიანს ჩხუბში და ვინც იცემება, ან ვინც ცემს და ეს ზოგადად ძალიან ცუდია ჩხუბი და ხა ეს მათი უფლებაა. მათ დაიშეულიათ ეს კამპანია დაიწყო. მთავარია რომ როგორ შეხედავს ამას ყველაფერს ქართული საზოგადოება. ნაცემებს შორის დღეს ისეთი დეპუტატებიც იყვნენ, რომლებიც ანალოგიურ სიტუაციებში თითქმის ყოველთვის ზარალდებიან. ბეჟან გუნავას ამჯერად მხოლოდ იმ გაუმართლა, რომ ჩხუბი თავდაპირველად მის სიახლოვეს დაიწყო და მისთვის გაურკვეველი დეპუტატის ხელიც მოხვდა. იქ სადაც ჩვენ ვზივართ მოვიდნენ უმრავლესობის წევრები და რომელიღაცამ, რომელსაც მე არ ვიცნობ, ხელი დამარტყა და ამის შემდეგ დაიწყო ეს ინციდენტი. აღებებულ გუნავას კიდევ ერთი დარტყმა გამორჩა. სამწუხაროდ მე არ ვიყავი დარბაზში, რა დროსაც განვითარდა კონფლიქტი კობა დავითაშვილის გამოსვლის დასრულებისას, ხოლო შემდგომ ამისა აყალმაყალზე მე დეპუტატის მოსასვენებელი ოთახიდან შემოვედი და ჩემს კოლეგას ბეჟან გუნავას მოუწოდებდი სიწყნარისკენ და გამყავდა ის დეპუტატის მოსასვენებელი ოთახში.
არეულობა დარბაზში დაახლოებით 9 საათს გრძელდებოდა. მოგვიანებით უმრავლესობა მუშაობა ოპოზიციის გარეშე განაგრძო.